და ვუბრუნდებით გიორგი კირთაძეს, კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა იმისთვის, რომ გვითხოვთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გადაცემის პირველ ნაწილში ანა წითლიძე, კი ბატონო, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი, რომელთან ერთადაც საუბრობდით იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციას ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება რაღაცნაირად ყველა გზით ძალიან ორგანიზებულად ახერხებს აი ამ წინააღმდეგობის გაწევას, ხომ? ეს იქნება პროპაგანდის ხაზი, ეს იქნება ერთიანი მესიჯ ბოქსი, რომელსაც ისინი მათი მხარდამჭერები ავრცელებენ, თავად რასაც ეუბნებიან საზოგადოებას და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ახლა დრო, როდესაც უკვე იმ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომ აი შესაძლოა მართლაც კვირეების ამბავი იყოს და რაღაცა კონსტიტუციის დონეზეც კი აკრძალულად გამოაცხადონ მათ შორის თქვენი პარტიაც. მადლობა კითხვისთვის, ბევრი კითხვა დამისვით რეალურად თქვენ და შევეცდები რომ თანმიმდევრობით უპასუხო ყველას, დავიწყებ პარტიების გაუქმებით. შესაძლოა ჩვენი ბრძოლის სტრატეგიაში და ჩვენს ბრძოლაში არაფერი იცვლებოდეს იურიდიული სტატუსის ჩამორთმევით, ესე რომ ვთქვა და იმითი, რომ საჯარო რეესტრში აღარ იქნება პარტია იურიდიულად რეგისტრირებული და ამას მართლა ეგრე უყურებთ ჩვენი ბრძოლას იმ ხაზს, რაც გვაქვს უკვე რა ვიცი, დიდი ხანია არჩეული, ამას მიყვებით, მაგრამ რეალურად ეს არის მართლა უმძიმესი ამბავი მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ამ ნაბიჯით რეალურად ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ის ასრულებს ქვეყანაში მრავალპარტიულობას, ანუ დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტი ამ ქვეყანაში აღარ იქნება და თავიდან ბოლომდე ტოტალიტარულ სახელმწიფოს გვიყალიბებს. რა თქმა უნდა, ეს ამავდროულად არის შესაძლებლობა იმისი, რომ ბევრი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი მართლა შეთანხმდეს იმაზე, რომ ერთობა ზოგადად რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა უბრალოდ მის გარეშე წარმოუდგენელი არის ბრძოლა და ალბათ ეს ეტაპი უკვე რეალურად დადგა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ერთობას, რა ვიცი, ეგ ერთობა გამოდის იმ დონეზე, რა დონეზეც გამოდის. ქონდა ჩვენ წარმატებული მაგალითები ბოლო 1 წლის განმავლობაში ცოტა მეტის თანამშრომლობის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის, ეს იყო მათ შორის არაღიარების ნაწილი, პარლამენტში არ შესვლა, კოორდინირებული ურთიერთობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ერთობლივი საპროტესტო აქციები და ამ ყველაფერს ჰქონდა შედეგი, მაგრამ იყო ასევე შემთხვევები და აქ ძალიან გულსხვედად უნდა ვისაუბროთ, როცა ვერ შეთანხმდა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან, უпростоრად ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ბრძოლის ეს გზა აღარ არის სწორი და არ ვიცი, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, პრომეტის მერე ვიღაცებმა პარლამენტში შესვლაც კი გადაწყვიტეს, რითაც საბოლოოდ თქვეს, რომ ისინი ხდებიან რეჟიმის ჩვეულებრივი ნაწილების სისტემური ოპოზიცია, მეტი არაფერი ქვია მაგას. ეხლა რაც არის გასაკეთებელი და რაც არის საჭირო, არა მხოლოდ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა რეალურად უკვე მიმდინარეობს, ეს არის მართლა იმ ტიპის რაღაცა ერთობის კონფიგურაციის შექმნა, რომელიც რეალური ალტერნატივა იქნება რუსული რეჟიმისა და ეს იქნება იმ მასშტაბის და იმ ტიპის გაერთიანება, რომელსაც შესწევს ძალა იმისა, რომ ხალხს აჩვენოს, რომ არსებობს რაღაცა კონკრეტული ხედვები, მიდგომები და გზა იმისა, როგორ ხდება რეჟიმის დამარცხება. ერთგვარი სიმძიმის ცენტრი, რა თქმა უნდა გახდეს, რათა რა ვიცი, ჩვენს მოქალაქეებში უიმედობა და ნიჰილიზმი ბოლომდე იქნეს დამარცხებული და ბრძოლის გზა, რომელიც ჩვენი აზრით ქუჩის საპროტესტო აქციებზე, მრავალფეროვან საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების აქტიურ მხარდაჭერით მიგვაჩნია, რომ მიიღწევა რა ეს გზაც სწორად გაგრძელდეს. მოგეთ, ასევე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, არა მარტო მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ რეალური ალტერნატივის შექმნა, რაღაცა ძლიერი ერთობის შექმნა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იმოქმედებს, არამედ ამ მიმართულებით არის კიდეც მუშაობა დაწყებული პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, უბრალოდ იმ ადამიანებთან, ვინც აქტიურად არის ჩართული ახლა რუსთაველის ქუჩაზე საპროტესტო მოძრაობებში და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფი ტემპებით ხდებოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ რაღაც ტიპის კონფიგურაციას აუცილებლად მივიღებთ ვისთან, ბატონ გიორგი, აი ვისთან? მივიღებთ ძალას, რომელიც იქნება აქმაში რეალური ალტერნატივა ბიძინა ივანიშვილის. აი ამ ძალაში მაგალითად ხედავთ, რომელსაც მიაჩნია, რომ დიახ, რა მიაჩნია დაასრულეთ და მერე ვიკითხავ. იცით რა, კონკრეტულ ადამიანებს და პოლიტიკურ პარტიებზე ალბათ ეხლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე ვიტყვი იმ ხედვას, რაც გაგვაჩნია ჩვენ, მიგვაჩნია, რომ არის სწორი და ესე ფიქრობს უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში. ეს არის
პირველი იმის აღიარება და თქმა, რომ ჩვენ მართლა კაფიოთ რუსულ რეჟიმს ვებრძვით, ბიძინა ივანიშვილი დიქტატურას აშენებს ამ ქვეყანაში და მის წინააღმდეგ ბრძოლის გზა, რა თქმა უნდა, გადის პროტესტზე ქუჩაში, ოღონდ პროტესტის მრავალფეროვნებაზე. მიმაჩნია, რომ რუსთაველის გამზირი, რომელიც არის მთავარი კერა ამ წუთას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა, ეს უმნიშვნელოვანესი კერა, არა მხოლოდ შენარჩუნებული უნდა იქნეს, არამედ უნდა იქნეს გაძლიერებული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვა ქალაქებში და დიდ ქალაქებში არის იცით თქვენ ეს პროტესტი ასევე უწყვეტი, ისიც უნდა იქნეს გაძლიერებული და ახალი კერები უნდა გაჩნდეს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლისა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს ჭიდრო კოორდინაცია და მოხდეს რესურსების გაერთიანება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ, ბევრად უფრო ორგანიზებულად გვებრძვის დღეს რეჟიმი, ვიდრე მას აქედან ხდება ხოლმე საპირისპირო რამ ჩვენი მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია რესურსების გაერთიანება და პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა. რეალური ხელშესახები ალტერნატივა უნდა იქნეს ასევე ადამიანებისთვის, ნაჩვენები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომელთა არც ისე მცირე ნაწილი სვამს კითხვას, რა მოხდება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ამიტომ ძალიან მკაფიო ხედვები უნდა იყოს ამ მიმართულებითაც ჩამოყალიბებული და ასევე კოორდინირებული მუშაობა უნდა იყოს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც გასაგებად ვეტყვით მათ, რაში გვჭირდება ჩვენ ახლა მხარდაჭერა, ეს იქნება, არ ვიცი, სანქციები თუ სხვა რამ. ანუ ორგანიზებული მუშაობა ამ მიმართულებითაც. სახელდაგვარებს არ ვიტყვი და არც პოლიტიკურ პარტიებს ჩამოთვლი, მაგრამ თქვენც ალბათ მაყურებელიც ხვდება, რომ არსებობს ესეთი პოლიტიკური პარტიებიც, არსებობს ესეთი ორგანიზაციებიც, არსებობს სამოქალაქო ჯგუფებიც და ადამიანებიც, რომლებიც რაღაცა თავისი ბრძოლის სტრატეგიას ისე განიხილავენ, როგორც ეხლა მე თქვენ ჩამოგითვალეთ. აი, გახარიასთან და ლელოსთან თქვენ არ ახსენოთ კონკრეტულად პარტიები, მე ვახსენებ ბატონ გიორგი. გახარიასთან და ლელოსთან თანამშრომლობის რესურსებს ივანიშვილის დამარცხების გზაზე ხედავთ? ისაც მე ჩამოთვალე, ამასთან ჩემი აზრით შეუთავსებელია, რა ვიცი, გახარიას პარტიის ბოლო მოქმედებები, რაც გააკეთეს განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ თქვეს, რომ რეჟიმის შიგნით უნდა შევიდეთ და იქედან უნდა ვარყიოთ რეჟიმიო, კი ნამდვილად შიგნით შევიდნენ, ოღონდ გახდნენ, რა ვიცი, რეჟიმის ნაწილები და არანაირი ყევა რეჟიმს, იმიტომ რომ გახარიას პარტია შევიდა პარლამენტში, რა თქმა უნდა, არ აქვს, გარდა იმისა, რომ ცალკეული დეპუტატები მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ, პარტია მიიღებს დაფინანსებას და გახარია ბედნიერად იცხოვრებს ევროპაში. მიმაჩნია, რომ მეტი ქვეყნისთვის ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არაფერი მოუტანია. არც ამაში ვხედავ სიმართლე გითხრათ განსაკუთრებულ ტრაგედიას, ლეგიტიმაციის ნაწილი არაფერი შეცვლა ამ ნაწილში რეჟიმისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, ისევე არალეგიტიმურია პარლამენტი დღეს, როგორც იყო ეს, რა ვიცი, თუნდაც 2-3 თვის თუ რა ვიცი, 1 წლის წინ, ამიტომ ხო, ოღონდ ეს არის მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ლელო მკითხეთ და აქაც არ მოვერიდები, მე რა ვიცი, გულწრფელად გეტყვით ჩემ მოსაზრებას, ვიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ლელომ, როცა გადაწყვიტა მიიღო რეჟიმის შემოთავაზება და იმ წესებით, რაცაც რეჟიმის თავაზობდა რეალურად კი რა ვიცი, გადაწყვეტილი შედეგების მქონე ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ შევიდა საკრებულოებში და ეხლა ცდილობს რაღაცა თითქოს ამ ფორმით გააგრძელოს ბრძოლა. მიმაჩნია, რომ ეს არის ასევე დაშვებული დიდი შეცდომა. მოკლედ, ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩას და პროტესტს აქვს მნიშვნელობა. ვისაც მიაჩნია, რომ ეს პროტესტი უნდა იყოს მრავალფეროვანი. ვისაც მიაჩნია, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში რესურსებია გასაერთიანებელი და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ იმ ტიპის რეალური ალტერნატივა, როცა საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ვაჩვენებთ რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. და ვისაც მიაჩნია, რომ კოორდინირებული მუშაობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან აუცილებელი, ყველა ამ ადამიანთან თუ ჯგუფთან მიმდინარეობს კონსულტაცია, აქტიური მუშაობა, სტრატეგიულ ხედვებზე შეთანხმება და მჯერა რომ იქნება ერთობა მალე. კი ბატონო, ბატონ გიორგი, აი არ თანამშრომლობის ნაწილზე მინდა გკითხოთ, თქვენი კოალიცია და ზოგადად თქვენი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერები განსაკუთრებული, ესე ვიტყოდი, პრინციპულობით გამოირჩევიან არ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გულისხმობ, მე თუ სწორად მახსოვს, აი ქალბატონი ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, მე მგონი სასამართლო პროცესიც კი არ მივიდა ქალბატონი ელენე, იმიტომ რომ არ აღიარებს მოკლედ სასამართლოს, აი პარტიების აკრძალვის ნაწილში რა განხილვაც გველოდება ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, აი ამ კუთხით როგორი არის თქვენი გუნდის პოზიცია? შეინარჩუნებთ ისევ არ თანამშრომლობის რაღაც ჩამოყალიბებულ პოზიციას თუ აპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში იყოთ წარმოდგენილი როგორც მხარე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გვარამიას პოსტი ვნახე რამდენიმე დღის წინ, სადაც ამბობდა, რომ არ დამეზარება და ვივლი თბილისიდან ბათუმში კონსტიტუციონალისტიც ვარ და
იქ ვიქნები წარმოდგენილიო. ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. კარგი იქნება, კი, ჩვენი პარტიის პოზიცია ამ ნაწილშია არის გაცხადებული, ჩვენ ვაპირებთ მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მონაწილეობას, უბრალოდ არ ვიცი რამდენად იქნება შესაძლებელი, რეჟიმი რამდენად მისცემს საშუალებას ჩვენი პარტიის ლიდერებს თვითონ ჩაერთონ ამ განხილვებში, მაგრამ ამ ნაწილსაც ეს არ გამოდის თანამშრომლობა? თანამშრომლობა საერთოდ გაუქმებას და სახში გაშვებას გვიპირებენ და თუ ჩვენ ამ დროს გამოვიყენებთ რაღაცა იმ შესაძლებლობას, როცა კიდე ერთხელ მკაფიოდ შეგვიძლია ვესაუბროთ საქართველოს მოსახლეობას, მგონია რომ ეგ ცალსახად რა თქმა უნდა არ არის თანამშრომლობა. ახლა თანამშრომლობაზე ახალთან და კოალიციურ ცვლილებებთან მიმართებაში მგონია რომ ძალიან კარგად არის საზოგადოების. არა, იცით რას გულისხმობ, ნახეთ ბატონ გიორგი, აი მაგალითად წულუკიანის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდნენ თქვენი თანაპარტიელები, სწორედ იმიტომ რომ არ აღიარებენ პარლამენტს, არალეგიტიმურია მათთვის ხელისუფლება და იმ სივრცეში, სადაც არის მოკლედ წარმოდგენილი ქართული ოცნება, ვერ დაინახეს საკუთარი თავი პარლამენტსაც ბოიკოტი, ამიტომაც გამოუცხადეთ, რომ არალეგიტიმურია და ასე შემდეგ. და აი სასამართლო პროცესებზეც თქვენი კოლეგების ნაწილი, იმიტომ არ მიდის, რომ არ აღიარებენ ამ სასამართლოს და აი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით რამე სხვა დამოკიდებულება გაქვთ? თუ საკონსტიტუციო დავაზუსტებ, დავამთავრებ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს სივრცის გამოყენება გინდათ იმისთვის, რომ საზოგადოებას ესაუბროთ, სხვა სივრცეებიც შეიძლებოდა მაგისთვის გამოყენებულიყო, ხომ თქვენი მხრიდან? კი, ოღონდ ცოტა განსხვავებული ვითარება აქვს, იქ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლა, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი, იმიტომ რომ ამ კომისიას ეგრეთ წოდებულს არანაირი ლეგიტიმაცია არანაირ ეტაპზე არ უნდა ქონოდა, ისევე როგორც პარლამენტს სასამართლოების გადაწყვეტილება ციხეში გაუშვას ხალხი ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე არ მისვლის გამო, აქაც ყველაფერი იყო გასაგები და ნათელი, მაგრამ როცა ადამიანებს პერსონალურად უკრძალავენ საერთოდ პარტიულ და პოლიტიკურ საქმიანობას ამ ქვეყანაში და მათ მიერ დაფუძნებულ პარტიის გაუქმებას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლო, ხო, იქ რა ვიცი, მისვლა და ამაზე კიდე ერთხელ ხმამაღლა საუბარი, არა უშუალოდ იმ მოსამართლეებისთვის, კიდე ერთხელ ვიმეორებ, არამედ ჩვენება მთელი საქართველოსთვის, რომ ეს რატომ არ შეიძლებოდა საგამოძიებო კომისიაზე იმის ჩვენება, რა ტიპის აბსურდია თუნდაც წულუკიანის შექმნილი საგამოძიებო კომისია, აი ამის ჩვენება, რატომ არ შეიძლება თუ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება? გავიგე ანუ და გავიგე, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილი ერთია და რაც შეეხება ამ წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიას, იქ ჩვენი ლიდერების მისვლით რაღაცა იოტისოდენა ლეგიტიმაციას რომ იგვეცა, ალბათ წარმოგიდგენიათ მათი დასკვნის შემდეგ რა მასშტაბის გახარია რომ მივიდა ლეგიტიმური გახდა? გახარია რომ მივიდა ლეგიტიმური გახდა? არა. გახარია პარლამენტში შევიდა, მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია რომ საქართველოს პარლამენტის მაგრამ მე გეუბნებით კომისიაზე და უფრო მეტიც ამბობთ რომ გახარიას პარლამენტში შესვლითაც კი ვერ ეშველა ამ პარლამენტს და ვერ გახდა ლეგიტიმურიო. დიახ, ისევე როგორც გახარიას მიერ კომისიაზე, ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მისვლამ წულუკიანის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს არანაირი ლეგიტიმაცია არ შესძინა, იმიტომ რომ გასაგებია გახარიას დამოკიდებულება მან გადაწყვიტა, რომ სისტემის ნაწილი გახდეს, რაღაცა რეჟიმის სისტემის ნაწილი გახდეს პირდაპირ. ამიტომ მესმის მე თქვენი კითხვის პათოსიც ესე ტრაგიკულად ამ საკითხს ვერ უყურებ, როცა ადამიანებს ეუბნებიან, რომ ხვალ პოლიტიკაზე საერთოდ საუბრის უფლება არ აგაქო, რატო აპირებს ეს ადამიანები, რომ ეს შესაძლებლობა მათი მხრიდან იქნეს გამოყენებული, მგონია რომ თქვა სწორი არ არის. ამიტომ კი, თუ მისცემენ საშუალებას, სუდიც არ იქნება, ჩვენი პარტიის ლიდერები თუ შეძლებენ დატოვონ რუსთავის საპყრობილე ჩამოვიდნენ აქ ბათუმში, საიდანაც მე ახლა გერთვებით და მათ კონდეს შესაძლებლობა კიდე ერთხელ კარგად აუხსნან ხალხს, რა მასშტაბის საფრთხეა ეს ქვეყნისთვის და არა პერსონალურად მათთვის. რა მასშტაბის საფრთხეა რეალურად ამ ქვეყნის მომავლისთვის და არა, რა ვიცი, ჩვენი პარტიისთვის, ხო, მხოლოდ. აქ ხო რეალურად საქმე ჩვენ გვაქვს იმასთან, რომ მრავალპარტიულობის გაუქმებას აპირებს და, რა ვიცი, ყველა დემოკრატიული პროცესის ბოლომდე მოკლას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. არაღიარება, რომელიც არის ჩვენი არაღიარება და წინააღმდეგობა, რომელიც არის ჩვენი პარტიის მთავარი არჩეული ხაზი, მჯერა რომ ეს არ ცვლის მას. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი კირთაძე გვერდებოდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.